გამარჯობათ, მე მინდა წაგიკითხოთ მამა პეტრეს ლექსი დამლოცეო. დამლოცეო უსიცოცხლო ხმამეს მოდა, იდგა ვიღაც ცხოვრებისგან გაძარცული და სახეზე ცრემლისფერი ედებოდა ბრძოდით კიბის აღარ ჰქონდა დასასრული. დამლოცეო, მე კი ქუჩებს მივყვებოდი, მივდიოდი ისე ჩერთვის პიკსაწყებით, გულში ლოცვას უთვალავ ჯერ პირდებოდი და ნუ გეშაც მოგზამიდი უფლის ნებით. დამლოცეო, ეს ხმა დიდყანს მომყვებოდა დამლოცეო, ქირქილებდა ცელქი ქარი. მივდიოდი, მაგრამ ისე მშორდებოდა მერიკაც ალფით გადავსახე მოგოს ჯვარი. ღმერთო, ახლა მე უფრო ვარ დასალოცი, ვერ ვიშორებ შეგუებულ ცოდვას რაკი. მომიხსენი, მე უფალოს ასოფელეს, წმენით შეგთხოვით ჯვარცმი ავასაკი. შემდეგ ლექსს არ აქვს სათაური და ესეც არის სათქმელი მამა პეტრეს ლექსი. დაგესიზმრები, ფოთოლცვენის ბაღის კარებთან, გაძარცულ დღეებს ეს ნუ გეშად მოეფინება, ბაღთან ჩაივლის გლოვის ზარი თეთრი კარეტა დაგესიზმრები მე ეჩუმად აგეტირება. მოვლენ ჩრდილები უსახელო სახის პროფილით, დამთვარის მტვერი ვაზის ფურცელს ცრემლად ედება. გამახსენდება შეხვედრები, ყალბი, ორპირი და ღვთისმშობელთა შემოდგომის შუმი ვედრება. დავწერ ამ სიზმრებს, ჩაგამოვაფენ სულის სარკმლიდან, ჩვენბინდებისას მთვარის ცრემლი დაიწვრეთება. ღმერთო, ამ წუთას არაფერი მართლა არ მინდა, ახლა ეს არის ერთადერთი ჩემი ვედრება.